მუშაობას განაგრძობს. მოამბე ჩვენ სტუდიაში ახლა შემოგვიერთდება ჩემი კოლეგა გიორგი ფუტკარაძე, რომელიც ჩემთან ერთად ეცნობა იმ პროცესებს, რომელიც ახლა თურქეთში მიმდინარეობს. გიორგი, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა თამარ, მართლაც საინტერესო პროცესების მომსწრე ვართ, რაც ახლა ჩვენ მეზობელ თურქეთში ხდება. პრინციპში ბოლო ცნობებს მივაწოდებთ მაყურებელს. ერთი ცნობა რაც არის, ეს არის რომ პარლამენტში მე ამბოხებმა ააფეთქეს ხელყუმბარა, თუმცა დაშავებულების და მსხვერპლის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ბოლო 3 საათია ჩვენ ვიღებთ ძირითადად ცნობებს, რომლის დადასტურება არის თითქმის შეუძლებელი. თუ არ ჩავთვლით იმ ოფიციალურ განცხადებებს, რაც მოვისმინეთ, საინტერესოა ერთი ფაქტი, რომ თურქეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამბოხი ჩავარდა. ეს არის ბოლო ოფიციალური ცნობა, რაც შეგვიძლია ბოლო 3 საათის განმავლობაში ჩვენ ვთქვათ, ერთ-ერთი ბუნებრივია ოფიციალური ცნობა. საინტერესო იყო მოვლენების ქრონოლოგია, როგორ ვითარდებოდა. დაახლოებით 4-5 საათის წინ სამხედროების მობილიზება მოხდა თურქეთის ორ ყველაზე დიდ ქალაქში, დედაქალაქ ანკარასა და ასევე სტამბოლში. სამხედროებმა გადაკეტეს მიმდებარე ხიდები, ასევე ჰაერში იყო ვერტმფრენები. სწორედ ამის შემდეგ მოქალაქეებში იყო პანიკა, მოქალაქეებს არ უმხელდნენ თუ რა ხდებოდა რეალურად. საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო მორიგი ტერორისტული თავდასხმა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თურქეთი ბოლო 1 წელში არაერთხელ გახდა ტერაქტების სამიზნე. საინტერესოა ისიც, რომ სწორედ თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდა ოპოზიცია და ისინი მიიჩნევენ, რომ საკმაოდ სუსტი იყო მათი მოქმედებები ოპოზიციის მათი მოქმედებები ISIS-ის წინააღმდეგ. ერთის მხრივ ISIS, მეორეს მხრივ კი ქურთი ამბოხებულები სერიოზულ პრობლემებს უქმნიან პრინციპში ყოველთვიურად თურქეთის ხელისუფლებას, თურქ მოქალაქეებს და შესაბამისად შესაძლოა ეს ვთქვათ, რომ იყო ერთგვარი პასუხი ამ ამბოხზე. თუ ეს ამბოხი შეიძლება იყოს ერთგვარი პასუხი ამ ქმედებებზე, ან პრინციპში თურქეთის ხელისუფლების უმოქმედობაზე, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ. საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი, რომ სწორედ ამბოხი დაიწყო სამხედროების მიერ, სამხედროთა გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ გამიჯნოდა ოფიციალურ ხელისუფლებას, მათ ხელში ჩაიგდეს რამოდენიმე საბრძოლო ვერტმფრენი, ასევე მათ შეძლეს, რომ პრინციპში გადაეკეტათ გარკვეული გზები, მონაკვეთები, ადმინისტრაციული შენობები, მაგალითად დაზვერვის სამსახურის შენობა, ასევე ტელეკომპანიათა ნაწილის ბლოკირება მოახერხეს, გათიშეს თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი TRT, რომელიც არის ცენტრალური არხი, თუმცა თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში სწორედ აღდგენილ სიგნალს ადევნებთ თვალყურს. ახლა იქ არიან ამ არხის თანამშრომლები, შეიარაღებულ პირსაც შენიშნავთ კადრში, რომელიც პრინციპში აკონტროლებს ვითარებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაზუსტებით ახლა არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ ვინ შეძლო მაუწყებლობის აღდგენა, ეს შეძლო თურქეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ თუ ამბოხებულებმა, მაგრამ თუ დაუჯერებთ თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურ ცნობას, ამბოხებულებს პრინციპში არ აქვთ არანაირი შანსი, მათ გარდატეხა შეიტანეს, რამდენიმე ლიდერი დაკავებულია, თუმცა ამის პარალელურად დაახლოებით 1 საათის საათნახევრის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარალელურად ამბოხებულებს აყვანილი ჰყავდათ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც. საინტერესო იყო ყველაზე მეტად ის მომენტი, რომ გამომდინარე იქედან, რომ სოციალური ქსელებით პრინციპში ძალიან გართულდა ინფორმაციის მიღება, გამომდინარე იქედან, რომ ტელეფონები ცუდად მუშაობდა და ოფიციალური წყაროები პრინციპში ვერ ახერხებდნენ დაკავშირებას, შესაბამისად გაურკვეველი იყო რამდენად იყო შესაძლებელი ინფორმაციის გადამოწმება დაკავებულების შესახებ. მე მინდა გითხრათ, რომ გავრცელდა ცოტა ხნის წინ კადრები, სადაც პარლამენტის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, ისინი ატარებდნენ კენჭის ყრას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამბოხებულთა ნაწილმა შეძლო შეღწევა, მოახდინა ბომბის აფეთქება და შესაბამისად არის ცნობა
იმის შესახებ, რომ თურქეთის მეჯლისის წევრები არიან დაჭრილები. თუმცა ჯერჯერობით ჩვენ კადრებს ამის შესახებ ვერ ვნახულობთ, რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტ ერდოღანს. პრეზიდენტი ერდოღანის რამდენიმე კადრი და მოკლე კომენტარი ვნახეთ ჩვენ თურქული CNN-ის ეთერში, ის Facebook-ის FaceTime, iPhone-ის FaceTime-ის მეშვეობით ცდილობდა ჩართოდა ტელეკომპანიას. პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მკაცრად დასჯის ამბოხებულებს, ის შეეცდება, რომ ყველა ადამიანს, რომელიც აპირებს, რომ თურქეთის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქროს, პასუხი გასცეს. ვნახოთ, როგორი აღმოჩნდება ეს პასუხი და შეძლებს თუ არა ერდოღანის ხელისუფლება რეალურად ძალაუფლების დაბრუნებას. ეს არის მთავარი კითხვა და მოვლენის მთავარი ეპიცენტრი სწორედ თურქეთში, სტამბულში მდებარეობს. პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არის უცნობი. ბოლო ცნობებით ის იყო უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი, თუმცა ბუნებრივია მისივე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ ჰქონდა ჟურნალისტებს ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდა რეჯიპ ტაიპ ერდოღანი. საგულისხმოა რამდენიმე მომენტი საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. უშიშროების საბჭო შეკრებილია ამ წუთებში. პრეზიდენტი, პრემიერი, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები იქ იმყოფებიან. მსჯელობენ, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება გახდეს საქართველოსთვის ეს ვითარება, რომელიც ახლა არსებობს ჩვენ მეზობელ თურქეთში. საზღვრებზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები. პრინციპში უკვე სარფის საბაჟოდან შემოსვლა, როგორც ბოლოს ჩვენმა კორესპონდენტებმა შეგვატყობინეს, არის შეუძლებელი. თქვენ ახლა პრინციპში კადრში ხედავთ უშიშროების საბჭოს წარმომადგენელთა კადრებს, რომლებიც თათბირობენ იმ ზომების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს და რა ზომები იქნება ეს ამ კომენტარებს, პრინციპში ოფიციალურ კომენტარებს ჩვენ მოვისმენთ ეთერის განმავლობაში, მაშინ როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდება. მანამდე კი ახლა სარფს ადევნებ თვალყურს ერთ-ერთ კამერაში, ერთ-ერთ ეკრანზე, სადაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცავთა სრული მობილიზება არის იმისათვის, რომ საქართველოს საზღვრებზე კონტროლი და წესრიგი არ დაირღვეს. რაც შეეხება თურქულ ოპოზიციას, ასევე თამარ მინდა დაუბრუნდე, რა მდგომარეობა არის პარლამენტში. ერთობლივი განცხადება გააკეთა 8 პარტიამ, რომელიც არის თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილი. მათ თქვეს, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს ამბოხს პრინციპში და ეს იყო ერთსულოვანი განცხადება მათი მხრიდან, რაც უკავშირდება იმას, რომ ისინი მხარს უჭერენ ერდოღანის ხელისუფლებას. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი მხარდაჭერაზე, როდესაც ვსაუბრობთ, მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან ამბოხის მცდელობას თურქეთში. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება კანონიერი ხელისუფლების დამხობა, რომ ოფიციალური პირები, მათ შორის შტატები, ევროკავშირი არიან ოფიციალური თურქეთის და პრეზიდენტ ერდოღანის გვერდით, შესაბამისად ყველანაირ დახმარებას უცხადებენ. საინტერესოა ეს ყველაფერი იმ კუთხით, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, შესაბამისად და ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი, სწორედ ამიტომ ძალიან საინტერესოა რა იქნება უკვე ქმედებები. ერთის მხრივ კარგია, რომ გამოაცხადეს მხარდაჭერა საერთაშორისო ლიდერებმა, ახლა საინტერესოა რა იქნება ნაბიჯები, უშუალო ნაბიჯები თან იმ ფონზე, როდესაც ICC ასე მძლავრობს და როდესაც ყოველდღიურად მსოფლიო ხდება ტერაქტების სამიზნე და თურქეთი ამ დროს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი მსოფლიო თანამეგობრობის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. იქ განთავსებულია, თურქეთში განთავსებულია სამხედრო ბაზები, მათ შორის ამერიკული სამხედრო ბაზები, შესაბამისად შტატები გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ნატოს ბაზები, რომელიც თურქეთშია, დაიცვას, ვინაიდან ეს ბაზები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ დარტყმის წერტილს ISIS-ზე. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ კადრებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ხდება ახლა ამ წუთებში, კეთდება ოფიციალური განცხადება. აი, სწორედ ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლში მოხდა კიდევ ერთი დიდი აფეთქება და მეტი დეტალი და ინფორმაცია ამ დროისთვის არ არის ცნობილი, ბუნებრივია კადრებს და ალბათ სხვა ინფორმაციას ჩვენ უნდა მოგვიანებით შემოგთავაზებთ.